აგერ ამას წინათ მოაწყეს კიდე ჩუმი რუსოფობია ყველაფერში. აი ეროვნულ ბიბლიოთეკაში იყო პრეზენტაცია, რუსთაველის ფონდმა დააფინანსა ინგუშებზე წიგნი, ესე იგი 3 ტომეული, თვითონ ძალიან კარგი წიგნია, დარწმუნებული ვარ, ხელნაწერთა ინსტიტუტის მასალებია რამდენადაც ვიცი გამოქვეყნებული, ყველაფერი რაც არა ეს არ არის ეს ვიდეო სხვა რამეა თუ შეიძლება ეს სწორედ რუსოფობიაზე ეგ არ გვინდა. აი შემდეგ ფოტოებია იქ თუ აჩვენებთ, მაგრამ საქმე რა არის, რომ როდესაც ინგუშების დელეგაცია ჩამოვიდა და აი ამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ წიგნის პრეზენტაცია მოეწყო, გამოდიოდი ახლა მე ვიცი გაგონილი მაქვს, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი მეგობარი აღმოჩნდა იქ სრულიად შემთხვევით და ახლა არც გადაღება გვიწარმოებია და არც არაფერი. აი ესე იყო ეს დარბაზში სავსე ხალხი, ინგუშების დელეგაცია ძალიან ისეთი ხელოვნები, მწერლები, კულტურის მუშაკები და გამოდიოდნენ ქართველი არ ვიცი ვინ არიან პროფესორები თუ ვინ, ერთ-ერთი ვიცი რომ ორგანიზატორია ვინმე მარიამ ბეჟიტაშვილი, რომელიც ასე ვთქვათ ჩერქეზების გენოციდის თემას წევს წინა პლანზე ამავე დროს და ესე იგი არის ანტირუსულ კონტექსტში ეს ქალი. ახალგაზრდა ქალია უნივერსიტეტში, აი ეს დგას იქ ფეხზე. თავისივე ფოტოა ეს ჩვენ ჩუმად არავის არ უღებთ და არ გადაგვიღია. იქ გამოდიოდნენ და ბოდიშებს უხდიდნენ ინგუშებს, რომ ვიცით ჩვენ რუსულად გვიწევს ლაპარაკი და არ ვიცით ინგუშური და ესა რაღაც ზოგმა ინგუშურად დაიწყო ლაპარაკი. და იქ უთხრეს ინგუშებმა რომ რუსული ენა არაფერი პრობლემა არ არის, საკომუნიკაციო ენა არისო. და ამაზე მაქვს მე ლაპარაკი რომ ყველაფერი ახლა თქვენ ამ ინგუშებსაც გაუფუჭებთ საქმეს და ქართულ ინგუშურ ურთიერთობებსაც გააფუჭებთ მთლიანად, იმიტომ რომ ინგუშეთი არის რუსეთის ნაწილი, ყველაზე პატარა ეროვნული რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაში, ყველაზე სუსტი და ისეთი ფაქიზად მოსაპყრობი. და არ უნდა ეს თქვენი პატრონაჟი ინგუშეთს, თქვენ რუსეთს ვერ დაშლით ამით და თუ რაღაცა ღმერთთან უკნას რაღაცა მოხდა ისეთი რომ რუსეთს წაუვიდა სადავეები ხელი და ღმერთთან უკნას, რომ საქართველოს თქვენ გაიხსენებთ მე იმ კავკასიის ხალხთა კონფედერაცია დაგავიწყდათ ეთყობა აფხაზეთში რას გიშვებოდნენ. რუსები არ გიშვებოდნენ, აი ჩრდილო კავკასიელები ინგუშების გარდა. კი ბატონო, მე ძალიან მიყვარს პატივისცემ ინგუშებს ამის გამო. ოღონდ თქვენ უეცდებით პროვოცირებას რაღაცა ცუდისას. ეს თქვენი რუსოფობია შეინახეთ თქვენთვის სახლში და ჩვენ ეს ცენტრი დავაარსეთ რუსოფობის მონიტორინგის ევრაზიის ინსტიტუტმა. საბჭო უпроსორად ცენტრი და ეს არა, საბჭო. ჩავატარებთ ასეთ ყველაფერი ფაქტების მონიტორინგს. რასაც თქვენ თვითონ აქვეყნებთ, თქვენ თვითონ ავრცელებთ. ეს ეწოდინებათ რუსეთშიც და ყველგან სად თუ გინდა იმაში ვაშინგტონშიც გააგზავნეთ თუ გაინტერესებთ. ასე რომ ამ კუთხით მოგიწოდებთ ხელისუფლებასაც აი ესეთ ელემენტებსაც რომ იყავით ჭკუაძე და გონიერებით და მართლა ნუ გადაზრდით ამას რაღაც საქართველოს საბოლოო დაქცევაში და გაიხსენეთ ის თურქულ სამყაროზე რაც გელაპარაკეთ, გადაახვიეთ, გადმოახვიეთ კიდევ ერთხელ ეს ვიდეო. დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ამჟამად გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.